თბილისი ვაშინგტონს ახლა უკვე ღია წერილით მიმართავს. კომუნიკაციას, რომელიც მანამდე შედგა, თავად ასე განმარტავს ირაკლი კობახიძე. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე არ მიგვიღია. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ვრცელი მიმართვის ადრესატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი არიან. ირაკლი კობახიძე გაკვირვებულია ვაშინგტონის დუმილით და ამერიკის ადმინისტრაციას ახსენებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ფარგლებში გაწეულ მხარდაჭერას, ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლებს. საქართველო მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. ღია წერილში 4ჯერაა ნახსენები რევოლუციური სცენარი, ხოლო 7ჯერ ეგრეთ წოდებული deep state-ი, რომლის დამარცხებაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის აუცილებელ წინაპირობად არის დასახელებული. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები deep state-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არასწორებთ. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ deep state-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის deep state-ის დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. ირაკლი კობახიძის მიმართვას პროტოკოლთან შეუსაბამოსა და სრულ სასოწარკვეთას უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გლობალური გამოწვევების ფონზე დონალდ ტრამპი ღია წერილსაც უპასუხოდ დატოვებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი პრემიერ-მინისტრის მსგავს რიტორიკას კონგრესის მიერ მეგობარი აქტის მიღებას უკავშირებენ. არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, ის არის, რაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და რას უნდა უყურებდეთ. ჩანს აქ სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების იმის მიმართ, რომ ალბათ პირველი შედეგი არის იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც მეგობარი აქტის შედეგებს ვერ დაალაგებს. ეს არის უსუსურობის სასოწარკვეთილი გამოვლინება. უსუსურობის ისეთი ხარისხია, რომ სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც ჭერს, მაგრამ ძიმე არის ის, რომ როგორც გითხარით, ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახელით აგზავნიან მსგავს წერილებს. ეს წერილი არის ადგილობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი, იმისათვის, რომ საზოგადოება შეაგუოს იმ კიდევ ერთი მარცხისათვის, რომლისთვისაც ოცნება განწირული არის მეგობარი აქტით და ამავდროულად შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ, შესაბამისად სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტი არის ეს და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტიურად არავინ არ ელაპარაკება საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში, რომლებიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ. სულ ცოტა დრო გადარჩა, როდესაც სულ მალე ისინი გამოაცხადებენ, რომ აი პრეზიდენტი ტრამპიც თურმე დამარცხდა deep state-თან. აი ესენი არ დამარცხდნენ მარტო და ამაზე არ მოქმედებს არაფერი deep state-ი, თორე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა deep state-მა იმ ყოვლის შემძლემ ვიღაცამ დაამარცხა. ოპონენტებისგან განსხვავებით წერილის კრიტიკული ტონით კმაყოფილია მამუკა მდინარაძე. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნისთვის გაურკვეველი მხოლოდ ის არის, თუ რატომ არ ისმის ვაშინგტონიდან მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადებები იმ ფონზე, როცა ეგრეთ წოდებულ deep state-თან დაკავშირებით პოზიციათა თანხვედრაა. მისი თქმით, ჩნდება კითხვა, ხომ არ აქვთ საქმე ორმაგ სტანდარტებთან. სამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ
ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ არ მივიჩნიეთ სერიოზულად და დუმილს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს ვითომ მეგობარის ფინანსური მტორული აქტი არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად თუ მტკიცებულებად თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ესეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში, ჯერ არა საჯაროდ რაც მიმდინარეობდა, ახლა საჯაროდ რაც გამოვიტანეთ საზოგადოების, არა მხოლოდ ქართული მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომ აქ ფაქტორად ჩაგვეთვალა ეს აქტი. ვაშინგტონისგან პასუხის მოლოდინში მყოფი ქართული ოცნება თავადაპირებს მოამზადოს მეგობარი აქტის საპასუხო სპეციალური განცხადება. ინიციატივის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. საკანონმდებლო ორგანო ინიციატივის განხილვას 14 მაისს დაიწყებს.